შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი მსხვილი ფაქტი აღკვეთეს. ამოღებულია 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცვლელი სითხე. პოლიციის მიერ სასაზღვრო გამშვებ პუნქტ სადახლოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის მოქალაქე. სამართალდამცავებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას მალულად საწვავის სისტემის დამატებით ავზში მოთავსებული 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის შემცველი სითხე ნივთკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.